ჯარიმებთან დაკავშირებული აღსრულების პროცესების შეჩერებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები იმ პირებისთვის, რომელთა საქმეებიც გადახედვას ექვემდებარება. უფლებადამცველთა გაერთიანება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია რამდენიმე დღეში ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე კანონი არ მიუღია, საქმეების გადახედვა ვერ ხერხდება. ამასობაში კი ზოგიერთ გასამართლებულს დამატებით ჯარიმებიც დააკისრეს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ ხდება რეალურად ამ მუხლის ამოქმედება. ისინი თვლიან, რომ რეალურად ამ ადამიანებს კანონიერად დააეკისრა ჯარიმა. გაუგებარია, თუ კი ამდენი პოლიტპატრიმარი შექმნა წინა ხელისუფლებამ, თუ კი უკანონოდ გასამართლებულ ხალხზე ვლაპარაკობთ, გაუგებარია, თუ უკანონოდ გასამართლებული იყვნენ და თუ კანონოდ დაედო მჟავებული, ესე იგი ჯარიმა კანონიერი გამოდის, ესე იგი ბიუჯეტი შევსება კანონიერი გამოდის. ეს ემსგავსება წინა ხელისუფლების გარკვეულ ქმედებებს და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს ცუდი ხდებოდა და ეხლა ჯარიმები კარგი ხდებოდა, ეს არის გაუგებარი და ალოგიკური. უნდა შეჩერდეს ყველა იმ ქონების აღსრულება, სადაც მეპატრონეებით ფიქრობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ზემოქმედების შედეგად ხდებოდა მათზე ქონების ჩამორთმევა. ამას ითვალისწინებს საახსრულებო წარმოების შესახებ კანონის 36 მუხლის მეორე პუნქტის ბ პუნქტი და აღნიშნული დეფინიციიდან გამომდინარე ჩვენ გამოდივართ წინადადებებით, რომ უნდა ეს ჩართულილი იყოს როგორც განსაკუთრებული გარემოება და ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ უფლება რომ ეს ქონება იმ ეტაპამდე შეინარჩუნონ, სანამ ისინი იდავებენ და დაამტკიცებენ, რომ მათ მიმართ უკანონო ძალადობას ჰქონდა ადგილი.